მაინტერესებს რა უნდა გავაკეთო, როდესაც ლოცვის დროს ყურადღება მეფანტება და სხვა რაღაცაზე ფიქრობ. აი მაგალითად ბავშვებო, ზოგჯერ არის ხოლმე რომ ტაძარში ზეთისწყება თუ რაღაცა ესეთია მოდის ბავშვი და ჯიბეში აქვს ხელი ჩაყოფილი. დაუშვათ იმ დღეს იმ ბავშვმა ახალი სათამაშო იყიდა და ჯიბეში უდევს, ხელს ვერ უშვებს. და ვიკითხები ხოლმე, რამე ძვირფასი გიდევს, რომ ვერ უშვებ, ვერ ელევი? მისი ფიქრები ჯიბეშია. ან მაგალითად რომელიღაცა დიდმა აი მშობელმა თუ იმ თვის ბოლოა და ხელფასი აიღო და ჩანთაში უდევს. მისი ფიქრები იქ არის, რომ არ დაეკარგოს, შვიდად მიიტანოს სახლამ. გესმით, რაც შენ გეძვირფასებ, აი მაგალითად ახალი სათამაშო იყიდე. ხო არის ხოლმე ბავშვები იმ სათამაშოსთან ერთად იძინებენ. ხო არის ბალიშის ქვეშ და საწოლთან დამიდედე, ან რაღაცა დილით რო ადგები, აი მოიკითხავ სად არის ჩემი სათამაშო, ხო? შენი ფიქრები იმას დასტრიალებს, იმიტომ რომ ის არის შენთვის ძვირფასი და თუ ჩვენთვის ძვირფასი იქნება ღმერთთან ურთიერთობა. თუ ის ლოცვა იქნება ძვირფასი, ჩვენი გონება აქეთ-იქით აღარ ივლის. მაგრამ თუ ჩვენთვის, აი მაგალითად ბიჭებისთვის, ხო, სადღაც ბაზრობაზე ბურთი დაინახა. კი ლოცულობს, მაგრამ თან იქ არის, იმ რიგებში დადის ბაზრობაზე და იმ ბურთს ათვალიერებს ლოცვის დროს. სხვა რაღაცას ათვალ, ვიღაცამ ბეჭედი დაინახა, ვიღაცამ საყურე დაინახა. ვიღაცამ ეწეგან რო თქვა თმა გოგომ თუ ბიჭმა არ ვიცი რომელი იყო ის გოგო რომ მოსწონს. ლოცულობს, მაგრამ იმ გოგოზე ფიქრობს. ან იმ ბიჭზე ფიქრობს. გესმით, შენთვის სადაც არის საუნჯე თქვენი, უფალი ამბობს, მონცა იყოს გული თქვენიო, სადაც შენი ძირფასი რამე გეგულება, შენი გული იქ არის მიბმული, შენი ფიქრებიც იქ არის. ან კიდე თუ სადმე პრობლემა გაქვს, აი სადღაც ჩხუბი მოგივიდა, უსიამოვნება. შენ ლოცულობ, მაგრამ გონებაში იმასე ჩხუბები ვიღაცას. არ ქონიათ ესეთ შემთხვევა? ვითომ ისიც რაღაცას გეუბნება, შენც აქედან რაღაც ეუბნები, სინამდვილეში არავინაც არ გეუბნება და არავისაც არ ეუბნება, აქ რაშია საქმე? აქ პირდაპირ ეშმაკთან გაქვს საქმე. ის გეუბნება, რომ ის ამას გეტყოდა, მე შენ ამას ეტყოდი, მე ის კიდე მთელი შეიძლება ერთ ნახევარ საათი უფრო მეტიც იჯდა და შენ გონებაში მაგარი დაკა მიდიოდი. სინამდვილეში არაფერი არ ხდება. შეიძლება ის ვისაც შენ ეჩხუბები ქუჩაში მიდის თავის შეყვარებულთან და ნაყინს მიირთმევენ და შენ აქედან ახლა ჩხუბობ. წმინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს. მთელი დედამიწის ადვოკატები რომ შეკრიბო, ადვოკატი იცი ვინ არის, აი უფრო მეტად რომ შეუძლია რომ ერთი დააჯეროს რაღაცაში, ტყუილიც რომ მართლაც მოაჩვენოს, მართალი ტყუილად თუ ასე შემდეგ და მთელი დედამიწის ადვოკატები რომ შეკრიბო, ერთ პატარა ეშმაკს ვერ მოუგებენ ლაპარაკში. და შენ იმ ეშმაკთან გაქვს საქმე, ვისაც მთელი დედამიწის ადვოკატები ვერ ჯობნიან და შენ იმას რაში უნდა აჯობო, იმ ლაპარაკში ვერ აჯობებ. იმ ლაპარაკიდან აუცილებლად შენ დამარცხებული გამოხარ. ამიტომ ეგ რო არ მოხდეს, როცა შევატყობ ჩვენ, რომ აი ესეთი ლაპარაკი დაიწყო უკვე ჩვენს გონებაში, უნდა მიხვდე რომ შენ ეშმაკთან გაქვს საქმე და მაშინვე უნდა შეწყვიტო. გესმით რაზეა ლაპარაკი? და ამითი გადარჩები. ეგ არის გადარჩენის გზა.